უთხარი უბრალოდ ნახეთ მეთქი. იმათ კი ახალი ლოგო შექმნეს. მე გთხოვეთ ახალი ლოგო. რისთვის ითხოვთ თანხას ბატონო ბორა? თქვენი თანამშრომლები როგორც მოესურვებათ ისე იქცევიან. თქვენ კი ამისთვის ფულს გთხოვთ. რასაც მე გეტყვით ის უნდა გააკეთოთ და მორჩა. გასაგებია ბატონო სინან. ალბათ გაუგებრობა მოხდა. ყველაფერს მოვაგვარებ. ბოდიშს გიხდით. შეხვედრამდე. მუჟდე სად არის? რადიოში წავიდა სარეკლამო რგოლის ფასი უნდა შეათანხმოს. გამარჯობა. ისევ შენ ხარ მუჟდე? სახლში არ შემომიშვებ? ვიცი რაც მოყვება შენ შემოშვებას. რაზე შევთანხმდით? ერთ კვირაში ვქორწინდები, დამთავრდა. ცოლი მომყავს. აღარ მოხვიდე. საკმარისია. ეს რა არის? კომპანია ალის ქიმიას შეკვეთა. შეკვეთა? ეს ლოგო საიდან გაჩნდა? ახალი ლოგოა. ვინ გთხოვათ ახალი ლოგოს გაკეთება? ამ სააგენტოში ყველა იმას რატომ აკეთებს, რაც მოესურვება? ეს რა შუაშია ბატონო ბორა? 1000 ჯერ გაგაფრთხილეთ, შეთანხმებულად ვიმუშაოთ მეთქი. ასე არისო? სევგი. გისმენთ? ალის ქიმიის ახალი ლოგოს თანხა თანამშრომლებმა უნდა აანაზღაურონ. როგორც გინდათ ისე მოაგვარეთ. თანხა ხელფასებიდან გადაიხადეთ. თუ გინდათ დამნაშავე იპოვეთ და გაათავისუფლეთ, არ მაინტერესებს. მაგრამ ბორა დამშვიდდი. არ დამშვიდდები. კომპანია ალის ქიმიაზე 59000 ლირა დაიხარჯა. როგორ უნდა დამშვიდდე? მისმინე მუჟდე. ყველაფერი დამთავრდა. კარგი. უკანასკნელად მოვედი. სულ ასე ამბობ და მაინც მოდიხარ. მაშინ ნუ შემომიშვებ. მომისმენე. სინდისის კენჯნა გაწუხებს? რა თქმა უნდა მაწუხებს. ერთ კვირაში ქორწინდები. მართლა ასეთი უსინდისო კი არ ვარ. რა თქმა უნდა. საბრალო გოგო ბევრს მუშაობს. უნდა რომ ქორწილისთვის ყველაფერი მოასწროს. დიდი მადლობა ქალბატონო მუჟდე. როგორ დამამშვიდე? შენ არ წუწუნებდი, ჩემთან არ წვებაო. გონი ეს არ დაგიმსახურებია. დავხუროთ ეს თემა, გასაგებია? ადექი და წადი. მოდი ბოლოჯერ მაგოცე. წადი, იასემინი არ მოვიდეს. იასემინი ახლა აეროპორტისკენ მიდის, შეიძლება მივიდა კიდეც. შენი საცოლე 3 დღე ლონდონში იქნება, ხომ იცი? არა მეთქი. რა მნიშვნელობა აქვს მეწავალ თუ აზრა? მას ხომ ვიზა აქვს ერკვევა ამ ამბებში. იასემინი სისულელეს ნოამბობ. გაფრენამდე 3 საათი დარჩა. კლიენტის წარმომადგენელი უნდა შევცვალო? ვერ ხედავ ბატონი ბორა ნერვიულობს. რამე უსიამოვნო რომ მითხრას ვერ ავიტან. როგორ არ გესმის? აღარ ინერვიულებს. თვითფრინავში ჩაჯდება და დამშვიდდება. გთხოვ აზრა გაფრინდეს. მარტო ბილეთის გაცვლა საჭირო. თან მოგზაურობაზე გიждდება. მაშინ მიდი და შენ უთხარი. უთხარი არ წამოვალთქო. სევგი, დამნაშავე ჩემს მოსვლამდე უნდა იპოვო. კარგი ბორა, ხომ გითხარი ვიპოვე მეთქი, რატომ დაიჟინე? მზად რატომ არ ხარ? 15 წუთში გავდივარ დროზე. ახლავე მომზადები. მიდი უთხარი. ამბობენ რომ ლონდონში საუკეთესო სტუდიაა, ვნახოთ შევთანხმდებით თუ არა. კარგი, შეხვედრამდე. მართლა, ანგარიში მეილით გამომიგზავნეთ. კარგი, ნახვამდის. ბატონო ბორა. გისმენ? მითხარი? მე ბოდიშს გიხდით, პასპორტი სახლში დამრჩა. მინდა და მეჰმედისთვის მეთხოვა რომ ოფისში მოეტანა, მაგრამ დღეს ძალიან დავიღალე და დამავიწყდა. კარგი, არა უშავს, ხდება ხოლმე. ჰაკი. ტაქსის გაჩერებაზე გააჩერე. დიდი მადლობა. სახლში ავალ და პასპორტს ავიღებ. არ გალოდინებთ. კარგი, ნუ ნერვიულობ. დრო გვაქვს აეროპორტში შევხვდებით. გმადლობ, მალე მოვალ. ჩვენ შეგვიძლია წავიდეთ. პირდაპირ ვიაროთ.
მეჰმედ, საყვარელო სახლში ხარ ძვირფასო? უმართო ჩემო. შენ ლონდონში არ წასულ ხარ? ეს რა ჩაიდინე? იცი, ჩვენ ქორწინდებოდით. უქმებზე აპირებდით დაქორწინებას. მისმინე, იასემინ, ეს შეცდომაა. მისმინე. როგორ არ გწყვენია? შენ რანაირი მეგობარი ყოფილ ხარ? მე რაღაცის სასახებად მოვედი, ეს მოულოდნელად მოხდა. როგორ შეგეძლოთ ასე მოქცეულიყავით? ეს როგორ გააკეთეთ? იასემინ, მართალი ხარ, გემუდარები. მომისმინე. არ მომეკარო. შენ მაიძულე. რამდენჯერ შემოგთავაზე ჩემთან დაწოლა? ვერ ვიჯერებ. ჩემს მეგობართან. ამ ოთახში ყველაზე ბედნიერი ღამე უნდა გამეტარებინა. როგორ ვოცნებობდი ამაზე? შენი ბრალია. ჩემთან რომ დაწოლილიყავი, ასე არ მოვიქცეოდი. გაჩუმდი. ერთადერთ რამეს გთხოვდი. ნაძირალავ, მოთმინებას. გითხარი რომ ჩემს გარდაცვლილ მამას დავპირდი. გითხარი მამა ჩემს დავპირდი, ქორწილამდე არავისთან დავწვევი მეთქი. გთხოვე, ცოტა ხანს მოგეთმინა. ეს არის შენი სიყვარული. ეს არის შენი ერთგულება. შეგვიძლია დავივიწყოთ. ეს წუთიერი გადაცემა იყო. გაჩუმდი. გაჩუმდი. შენ მე გამანადგურე, მომკალი. როგორ მიყვარდი? შენ კი რა ჩაიდინე? ჩვენი სიყვარული გაანადგურე. მე გამანადგურე. ბოდრუმი.